ეს არის პროტესტის 42 დღე, მოქალაქეები კვლავ იკრიბებით იმ ძალადობის ზეწოლის მიუხედავად, რასაც ოლიგარქის პარტია ახორციელებს მოქალაქეების წინააღმდეგ. დღევანდელი ივანიშვილის რეჟიმის განცხადების შემდეგ პოლიცსაბჭოს აშკარად არის, რომ აცდენილი არიან რეალობას და აუცილებელია, რომ გაგრძელდეს პროტესტი ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც წნეხი და სანქციები საერთაშორისო ჩვენი თანამეგობრობის და პარტნიორებისგან, მაგრამ ამის აუცილებელი ნაწილი არის ზუსტად, რომ პროტესტის მუხტი განახლდეს და კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. ამიტომ დარწმუნებულია, რომ პროტესტი არ შეწყდება, პირიქით გაიზრდება, პარალელურად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სპექტრის სამოქალაქო საზოგადოების პრეზიდენტის ისეთი პოლიტიკური კონფიგურაციის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ მეტი ორგანიზება მიეცეს ამ საერთო სახალხო მოძრაობას, რათა ჩვენ მივახციოთ მიზანს, რაც არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება. აშკარად არის, რომ ეხლა იგნორირების ფაზაში არიან, ცდილობენ არ შეიმჩნიონ ეს პროტესტი, ამიტომ ისეთი რეალობა უნდა ვაქციოთ, ისე უნდა შეიცვალოს ეს პროტესტი, რომ შეუძლებელი იყოს ამის არ შემჩნევა. ასევე ქართული ოცნების არაღიარების აქტი, რომელიც დაინიცირდა მეგობარი აქტის განხილვა, ამას როგორ შეაფასებდით, როდესაც მსოფლიოში არაღიარებენ ქართულ ოცნებას, როგორც არჩეულ მთავრობად, ხომ არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმ მხრივ, რომ დელეგიტიმაცია მოხდეს ამ ხელისუფლება უზურპირებული რუსული ძალის და ჩვენ ხედავთ სწორ ნაბიჯებს, იმედი გვაქვს, რომ მიიღებენ ამ აქტს შესაბამისად და ზოგადად ევროკავშირის მხრიდანაც აუცილებელია მსგავსი ნაბიჯები და ორბანის ვეტოს გადალახვაც, მაგრამ მთავარი გასაკეთებელი არის მაინც ქვეყანაში სუვერენი. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით არის ხალხი და სწორედ ხალხს აქვს უფლება და ვალდებულებაც, რომ გაათავისუფლოს ქვეყანა რუსული რეჟიმისგან. 1921 წლის მსგავსი ვითარება არის ქვეყანაში შექმნილი და ის რისკები, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ქართული ოცნება ნამდვილად ქართულ კოშმარად გადაიქცა და იმისთვის, რომ კატასტროფამდე არ მივიდეთ, 37 წლის რეპრესიების შესავალი უკვე დაგვანახეს, ხო, წითელი ტერორისტა, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე და მთელ ქვეყანაში, ამისთვის აუცილებელია, რომ გავიღვიძოთ, გამოფხილდდეს საზოგადოება და 2025 წელი უნდა იქცეს ჩვენი გამარჯვების მნიშვნელოვან წლად. დარწმუნებული ვარ ამაში.